ჟიჟილაშვილის სტუდია დღის 4-ზე. გამარჯობა, ეთერშია ჟიჟილაშვილის სტუდია. ქართული ოცნების შიდა კვლევებით პარტიის რეიტინგი 35%-ია, ნაციონალური მოძრაობის კი 13%-მდე. ასეთია შედეგი, რომელიც სოციოლოგმა ზურაბ ბიგვავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გამოაქვეყნა. ამას კი წინ უძღოდა JFK-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგის გამოქვეყნება გუშინ რუსთავიურის მიერ. იქ სრულიად განსხვავებული შედეგი დაიდო. ქართული ოცნება 22.4%, ნაციონალური მოძრაობა 21.7%, პრაქტიკულად 1%-იანი სხვაობა. ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრებთ დღეს მამუკა მდინარაძესთან, ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს შედარებით ახალ წევრთან. გამარჯობა ბატონო მამუკა, მადლობა გიხდით სტუდიაში მობრძანებისთვის. ბუნებრივია, მხარეები იჩემებენ საკუთარი კვლევების უფრო მეტად სანდოობას. თუ შეგიძლიათ ახლა აუდიტორიას გუთხრათ, ვინც ახლა გვისმენს, რატომ უნდა ენდოს საზოგადოება თქვენს მიერ ჩატარებულ კვლევებს და რატომ არ უნდა ენდოს მაგალითად გუშინ გამოქვეყნებულ კვლევებს, ან მასზე წინ კიდევ სხვადასხვა სოციოლოგიური თქვათ კვლევების შედეგებს. პირველ რიგში მივესალმები თქვენს მსმენელს, კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისათვის და საშუალებისათვის, რომ ეს საკითხები განვმარტო. სულაც არ უნდა ენდოს იმ კვლევას, რომელიც მაინც და მაინც რომელიმე პარტიამ გამოაქვეყნა. ეს ცოტა შეიძლება გაგიკვირდეთ, ასე დაწყება ჩემი ამ საუბრის, მაგრამ არ არის არც ერთი ადამიანი ვალდებული ნებისმიერი პარტიის, თუნდაც მოწოდეს ეს პარტია და მისი მხარდამჭერი იყოს, შიდა კვლევებს ენდოს. თუმცა ეს იყო არა თქვათ რაღაც სოციოლოგიურ ომში, ჩაბმა ჩვენი მხრიდან. ეს იყო უბრალოდ რეალური კვლევების, რეალური ანალიზი და რეალური შედეგი, არგუმენტად მოხსენებული უბრალოდ. იმიტომ რომ გუშინ ჩვენ ნახეთ ძალიან არ მიყვარს ხოლმე საერთაშორისო ორგანიზაციებზე, რომელიც რეიტინგებში მაღალ პოზიციებს იკავებენ, დაუშვათ რაღაც ცუდ რაღაცებს ლაპარაკი, მაგრამ ჩვენ ვნახეთ რამდენიმე მაგალითი, ეს დაწყებული უკრაინის შემადგენელი ნაწილიდან, უკრაინის განუყოფელი ნაწილიდან, ყირიმიდან, რომლის ოკუპაციაც გააправა უკაცრავად ამ ჟარგონისათვის ამ ორგანიზაციამ, ეს ერთი, იმიტომ რომ თითქოს 90%, 95% თითქმის უჭერდა მხარს იმას, რომ რუსეთის შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო ყირიმი, ეს კვლევა, არსებობს ასეთი როდინდელია. ეს არის 2013 წლის თუ არ ვცდები, შეიძლება ის მეშლებოდეს უკაცრავად. თუმცა ნამდვილად მახსოვს თარიღებით 2012 წლის ბოლოს ერთ-ერთი უკრაინული ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ უჩივლა JFK-ს და მათ თქვეს, რომ ისინი სატელევიზიო რეიტინგებს აყალბებდნენ. და 2014 წლამდე ეს დავა მიმდინარეობდა და 2014 წელს აეგრძალა JFK-ს სატელევიზიო რეიტინგების გაზომვა უკრაინაში და ნილსენი შევიდა, ამის შემდეგ ნილსენთან გაფორმდა ხელშეკრულება. ამის შემდეგ იყო 2013 წელს თურქეთში ძალიან დიდი სკანდალი, როდესაც JFK-მ თავი დაიზღვია, როდესაც გახმოვანდა უკვე და თითქოს დაასწრო, მაგრამ რეალურად გახმოვანების შემდეგ მოხდა ეს. მისმა სათაო ოფისმა, გერმანულმა ოფისმა განაცხადა, რომ ფულს იპარავდაო და საგადასახადო მაქინაციებში გაეხვა თურქული ოფისიო. და საუბარი იყო 21 მილიონ ევროს, დაახლოებით 28 მილიონ დოლარს აღემატებოდა ეს თანხა და საგადასახადო თაღლითობაში დაძდეს რამდენიმე ადამიან JFK-ს. იქაურ ადგილობრივ წარმომადგენლებს და ჩვენ გვეუბნებიან, რომ ამ ორგანიზაციის კვლევებს უნდა ვენდოთ. ამას რომ თავი დავანებოთ, დაუშვათ ეს ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს. 2012 წლის exit poll-ის შედეგებით ამ ორგანიზაციამ დადო შედეგი, რომ თითქოს იმ დღეს, როდესაც არჩევნები ჩატარდა, exit poll-მა აჩვენა, რომ 33 ქონდა ნაციონალურ მოძრაობას და 33% ქონდა ასევე ქართულ ოცნებას და იყო 21%-იანი ცდომილება. როდესაც სერიოზული ორგანიზაცია, თუნდაც არასერიოზული რაღაც პატარა ორგანიზაცია, რომელიც არავისთვის არ არის ცნობილი გარდა იმ ქვეყნისა, სადაც მოქმედებს, 2-3%-იან ცდომილებას აცდენს, ხოლმე ზემოთ აქვს 4%-იანი დაუშვათ პირობითად ცდომილება, მას არასერიოზულად აღიქვამენ. ამ ორგანიზაციამ ჩემი კვლევის შედეგის შესაძლო ცდომილებაო თქვა ბატონმა ზურაბ ბიგვავამ, გამოდის რომ ესეც არასერიოზულია. 5-6%-იანი იცით რა შიდა კვლევებზეა საუბარი, რომელსაც ატარებენ ფსიქოლოგები, სოციოლოგებთან ერთად. ბატონი ზურა ამბობს, რომ მე საერთოდ არ ვარ ფსიქოლოგი უფრო ვარ და მისი პროფესია ფსიქოლოგია, ეს არის შიდა პარტიული პირდაპირ
დღეს ამბობდნენ რომ რაღაც კვლევის მეთოდოლოგია არის პირდაპირ გამოკითხვის გზით და არავინ არ იჩემებს იმას რომ ჩვენ გამოვაქვეყნეთ კვლევის შედეგები რომელსაც ენდოს აბსოლუტურად ყველა ჩვენ თავის მოტყუებას არ ვაპირებთ პირველ რიგში ეს არის ჩვენი შიდა მოხმარების პროდუქტი ეს კვლევა და მისი შედეგი და ჩვენ ამაზე რეაგირებთ ჩვენ ნამდვილად ვიცით რომ გაცილებით მეტი იყო ქართული ოცნების რეიტინგი თუმცა იმან რომ გარკვეული პროპაგანდისტული ომი წარმოებს ამ მოძრაობის ამ პარტიის მიმართ დაწია ეს რეიტინგი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რაც ანგარიშს წარუდგენს ქართულ მოსახლეობას და ქართულ საზოგადოებას, ქართული ოცნება გაკეთებული საქმეების, რომელზეც გარკვეული ნიჰილისტური დამოკიდებულება მართლაც არის და შემდეგ პროგრამას წარუდგენს, სადაც რეალური გზები იქნება პრობლემების გადაჭრის, ეს რეიტინგი გაცილებით მაღალი იქნება. ბატონო, 35%, 12, 13%-ამდე მოდით ასე ვთქვათ, რომ არ დაუკარგოთ ნაციონალურ მოძრაობას, ეს ორი რიცხვი გამოაქვეყნეთ თქვენ მხოლოდ. ამითი თქვენ უკვე ხომ არ აკეთებთ განაცხადს საიმისოთ, რომ თქვენი ერთადერთი კონკურენტი ნაციონალური მოძრაობაა. თქვენ ამას ხომ არ ამბობთ ამითი და სხვა პარტიებს უკეთებთ იგნორირებას, იმიტომ რომ არც კი მიგაჩნიათ ისინი კონკურენტებად. არა, პირიქით. ჩვენ ხომ არ გვითქვამს, რომ ნაციონალურ მოძრაობას უსწრებს ან ჩამორჩება რომელიმე პარტია. ჩვენ არ გვითქვამს და არ გაგვიხმოვანებია სხვა პარტიის რეიტინგები, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით კონკურენტებთან დამოკიდებულებას და პასუხი გავეცით, არგუმენტირებული უბრალოდ, ჩვენი მონაცემები გავახმოვანეთ და გავანდეთ ქართულ საზოგადოებას და ნაციონალურ მოძრაობას მათ შორის, რომელსაც გონია და თვითკმაყოფილებას არის მიცემული იმით, რომ თითქოს ჩვენნაირი რეიტინგი აქვს. საქართველოში არ არსებობს ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას ერთნაირი რეიტინგი აქვს, მათ შორის დამერწმუნეთ ნაციონალური მოძრაობის არც ერთ მხარდამჭერს არჯერა ეს არის რაღაც საზოგადოებრივი განწყობის შეცვლისაკენ მიმართული პიარ ღონისძიება. თუმცა აქვე მინდა დავამატო არ გავექცეთ თქვენს კითხვას და თქვა რომ სხვა პარტიებს ზოგს მეტი ზოგს ნაკლები რეიტინგი ზოგადად აქვს, თუმცა იმ პარტიებთან მიმართებაში მეტი და ნაკლები ვიზე ერთმანეთზე თუ ნაციონალურ მოძრაობაზე. ერთმანეთზე და მეორე ნომერი ნაციონალური მოძრაობა შეგვიძლია. უპასუხოდ დავტოვებ, იმიტომ რომ რადგან ჩვენ გადავწყვიტეთ რომ სხვა პარტიის რეიტინგები არ გავახმოვანოთ ვინმეს რამე არ ეწყინოს და ვინმე არ ჩათვალოს და არ მიიჩნიოს რომ მაგალითად იმ პარტიამ რომელსაც აქვს შედარებით დაბალი რეიტინგი რომ მათ რაღაცა უკეთ ყველას უფრთხილდებით ნაციონალური მოძრაობის წყენის გარდა ყველას წყენას უფრთხილდებით ესე გამოდის სხვათა შორის ისინიც ოპონენტები არიან კონკურენტები არიან ამისი მორალური უფლება რამდენად აქვს თუ არა აქვს ამაზე არ მინდა მე გავამახვილო ყურადღება თუმცა მათ დაიწყეს რაღაც სოციოლოგიური ომის მაგვარი. ჩვენ უპასუხეთ უბრალოდ არგუმენტებით და ვუთხარით რეალობა, რომ არაცდნენ ამ რეალობას და საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ. დამკვეთიც, შემსრულებელიც მათი კვლევისაც ცნობილია, ჩვენ ვუთხარით რაც არის რეალური და რეალობასთან მიმართებაში 8 ოქტომბერი გაცემს ამ ყველაფერს პასუხს. ყველაზე კარგი ინდიკატორი თვითონ არჩევნებია და ჩვენ დარწმუნებულები ვართ და ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის ჩვენი კვლევებითაც 65%, რომ ქართული ოცნება ამ არჩევნებს დამაჯერებლად მოიგებს. ბატონო, თქვენ ახსენეთ სოციოლოგიური ომი, თქვენ ახსენეთ რომ პროპაგანდისტული მანქანა მოქმედებდა ქართული ოცნების წინააღმდეგ მთელი ეს პერიოდი და ამიტომაც ჩამოვიდა 35%-ამდე თქვენი რეიტინგი. მე მაინტერესებს ეს რამდენად რეალისტური შეფასებაა იმის ფონზე რომ ხელისუფლებაში არის თქვენი პარტია. მართველი კოალიცია იყო, ახლა პრინციპში პარტია არჩება უკვე მარტო საარჩევნოდ და გამოდის რომ თქვენ ამდენი ბერკეტი გაქვთ ხელში, უშუალოდ შეხებაში ხართ ხელისუფლებასთან და ვიღაცა ახერხებს რომ პროპაგანდით ან სოციოლოგიური კვლევით რეიტინგი დაგიგდოთ. ეს თქვენი სისუსტეა? არა, ეს არის დემოკრატიის ნაწილი, ნინო. მე დარწმუნებული ვარ რომ ჯობია რაღაც რეიტინგს არ გაუფრთხილდე და საბოლოო ჯამში მართლა მიმაჩნია, აი გულწრფელად ვამბობ, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ამას საბოლოოდ როდესაც საარჩევნო ურნასთან მივა, სწორად განსჯის და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, ვიდრე ეს ბერკეტები ცუდი გაგებით და ცუდად გამოვიყენოთ და ცუდად გამოიყენოს ხელისუფლებამ. ჩემი მთავარი мотиваცია იყო ხელისუფლების და მართველი პარტიის გულწრფელობა, როდესაც მე მათთან მივედი და მათ რიგებში ჩავეწერე, ასე ვთქვათ. და ეს მამოძრავებს დღესაც, იმიტომ რომ მე ყველა ადამიანმა იცის თავისი განწყობა და მე ვიცი რამდენად ჩემზე კარგად ჩემ თავში დარწმუნებული ვერ იქნება ხომ ასეა. შესაბამისად, როდესაც მე მაქვს ამ ხელას სტიმული, ეს ჩემი სტიმული არის აბსოლუტურად გულწრფელი, ჩემ გუნდთან დაკავშირებით და მე ვხედავ იქ ასევე ძალიან დიდი ჟინით მომართულ ადამიანებს, ახალ წევრებს ამ გუნდისა, რომელიც კიდევ უფრო გააკეთილშობილებენ მეტ სტიმულს შეძენენ თანაგუნდელებს, რომ ყველაფერი იყოს ძალიან კარგად, ყველაფერი პოზიტივისკენ წავიდეს, პროგრესი იყოს და ჩვენ საბოლოო ჯამში შევძლოთ, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის ნაწილი. მე ვკითხულობ ირაკლი ალასანიას ციტატას თქვენთან საუბრის პარალელურად ის ამბობს, რომ
ივანიშვილი და ქართული ოცნება ცხოვრობენ პარალელურ სამყაროში და გაუმარჯოს მათ იმ პარალელურ სამყაროში. ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა არ რეაგირებს თქვენს განცხადებებზე, თქვენს მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებზე მწვავედ, არამედ ოპოზიციური სპექტრის აბსოლუტური უმრავლესობა შეიძლება. უნებრივია ეს მათი საქმეა და ყველა ასე იზრდა ოპოზიციაში თუ იქნებოდა ეს. გასაკვირი არა. ეს ლოგიკურია. ლოგიკურია, ოპონენტის ასეთი დამოკიდებულება ასე არის თუ არა. გასაგებია თქვენი განწყობა, რომ არ აქვეყნებთ სხვების გავიგეთ ახსნა, რატომ არ გამოაქვეყნეთ სხვების რეიტინგები, თუმცა მე მაინც მაინტერესებს თქვენ პირადადაც როგორც სავარაუდოდ ამ პარტიის საარჩევნო სიაშიც მყოფი პერსონა, სავარაუდოდ ასე იქნება, რაკიღა ახალ წევრთა კატეგორიაში ხართ მიწვეულთა შორის, მაინტერესებს აღიქვამთ თუ არა კონკურენტად ვთქვათ ალასანიას, ვთქვათ ბურჭულაძის პარტიას, რომელსაც იმკვლევით, რომელზეც თქვენ ახლა ისაუბრეთ, როგორც არასანდოზე აქვს რეიტინგი, გადალახვადი ასე ვთქვათ და პარლამენტში შესვლის პერსპექტივა აქვს. მიგაჩნიათ ისინი კონკურენტებად. მოდი გეტყვით სიმართლეს, რომ მე პირადად ყველა მათგანი მიმაჩნია კონკურენტად, გამომდინარე იქიდან, რომ ხა პროფესიონალიზმი არავის არ აკლია და დებატების კულტურასთან მიმართებაში ზოგს პრობლემა აქვს, ზოგს არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მათ შეუძლიათ გამოხატონ პოზიციები ძალიან კარგად და დამაჯერებლობა ხშირ შემთხვევაში აქვთ ხოლმე. თუმცა საბოლოო ჯამში მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოება უჯერებს იმას, ვინც უფრო კვალიფიციურია, ვინც უფრო მოტივირებულია, ვინც უფრო გულწრფელია და რომელ ძალაში შეხედავენ იმას, რომ ეს ადამიანები ხვალ უკეთესად უზრუნველყოფენ პროგრესს და ადამიანების კეთილდღეობას. ამიტომ მაქვს მე რწმენა, რომ ჩვენი გუნდი გაიმარჯვებს. ამ ადამიანებს გარკვეული წვლილი აქვთ, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობას არ მოვირიდები ამის თქმას, გარკვეული პროგრესი და გარკვეული რეფორმები მათაც კი გაატარეს, რომ არ გადაეფარათ ეს შემდეგ რაღაც სასტიკი მეთოდებით და ხალხზე ზემოქმედებით იმ ცუდი რაკურსით, რა თქმა უნდა, რაზეც აღარ ვლაპარაკობ, აღარ მინდა განვარცვეს, მაგრამ ყველას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი საბოლოო ჯამში ამის თქმა მინდა. თუმცა ჩვენ მხარეს იმდენად მეტია დადებითი, იმდენად მეტია პოზიტივი, რომ ქართული საზოგადოება დარწმუნებული ვარ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა ეს ჯერჯერობით იმედებია, ვინაიდან 35% არ არის ის მაჩვენებელი, რომლითაც ვთქვათ, იმ პროგნოზს გაამართლებს ქართული ოცნების შედეგი, რაც ორი კვირის წინ დაახლოებით ივანიშვილმა გააკეთა, 2 დღის წინ კი პრემიერმა კვირიკაშვილმა. ივანიშვილმა ჯერ თქვა, რომ 90 ადამიანამდე შევა სავარაუდოდ ქართული ოცნებიდან პარლამენტში პლუს მინუს, მან ასე თქვა, შემდეგ 80 თქვა, აი 2 დღის წინ კი კვირიკაშვილმა თქვა 100. 35% ვერაფრით ვერ იქნება 100 დეპუტატი და 35-ზე გაცილებით მეტიც ვერ იქნება 100 დეპუტატი. აი რისი იმედი გაქვთ ასეთი პერსპექტივის, ვთქვათ, დახატვის დროს? მოდი ვთქვათ ასე. რეალურად რომ ვილაპარაკოთ სტარტაპისთვის, ეს არის ნორმალური, არა კარგი, მაგრამ არც ცუდი მონაცემი. სტარტაპი გულისხმობს საარჩევნო კამპანიის სტარტაპს. ჩვენ ჯერ საარჩევნო კამპანია დაწყებული პრაქტიკულად არ გვაქვს, ეს ცნობილი ამბავია და მას შემდეგ რაც გაკეთებული საქმეების ძალიან დიდ ჩამონათვალს წარუდგენ საზოგადოებას, ამასობაში ძალიან ბევრი ადამიანი თავის თავზეც გრძნობს გარკვეულ წინსვლას, თუმცა უფრო მეტი შეიძლება ვერ გრძნობს. ეხლა უნებრივია, ვინც მუშაობა დაიწყო ამ პერიოდში, ეხლა სტატისტიკა მართლა არ არის სადღაც დამოტანილი, ხო? იმ ადამიანების ოჯახები უფრო მეტად შეძლებულად გრძნობენ თავს, ვიდრე იყვნენ წინა წლებში, ხო? ვინც ვერ დაიწყო და ხვალ მიზანია ქართული ოცნების, რომ ეს ადამიანები რამენერად სასწრაფოდ მეტი დინამიკით დაასაქმონ, ის ადამიანები წაიკითხავენ პროგრამას, ის ადამიანები დარწმუნდებიან იმაში, რომ სწორი გზით მივდივართ და ადვილი ადამიანებმა ილაპარაკონ მხოლოდ პრობლემებზე, მაგრამ პრობლემის გადაჭრის გზასთან მიმართებაში და ხედვაში ვის დაუჯერებს ქართული საზოგადოება, ეს ხვალინდელი დღის ამბავია, ხომ ასეა? აქედან გამომდინარე, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიის აი ამ სტარტაპის ასე ვთქვათ ეტაპზე ეს რეიტინგია, მე არ ვარ კმაყოფილი პირდაპირ გეუბნებით, მაგრამ არც უკმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ვიცი ხვალ რა პიარ ღონისძიებები გატარდება და როგორ უნდა დაიჯეროს რეალური გულწრფელი დამოკიდებულება და ხვალინდელი ხედვები ქართულმა საზოგადოებამ. ესე იგი პიარის ნაწილს მიხედეთ, ასე გამოდის ეს თქვენ თვითონ კრიტიკული ნაწილი, რომ გავითვალისწინოთ თქვენივე წევრების, ლიდერების არ გივარგოდათ და ამას გაიძლიერებთ წინასაარჩევნოთ ეს გეგმები გაქვთ. კი ბატონო, სხვათა შორის მე ვიყავი ერთ-ერთი ადამიანი, თამამად და მოურიდებლად თქვი, რომ ამ ნაწილში ჩვენ ცოტა ჩავარდნა გვაქვს და პირდაპირ კომუნიკაცია გახსოვთ თქვენ პრემიერის გამოსვლა, როდესაც დაავალა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს და მათ თანამშრომლებს, რომ პირდაპირ კომუნიკაცია გააძლიერონ საზოგადოებასთან, ეს ნელ-ნელა მოდის აჟურში, ასე ვთქვათ, ჟარგონულად უკაცრავად და მე ვფიქრობ, რომ
PR-ი, რომელიც იქნება ჩვენი გულწრფელი და სხვა, არ ვიცი, ახლა ვიღაცებმა შეიძლება ამაზე პროვოკაციებზე გააკეთონ გათვლები და ამ პროვოკაციასაც ქართული ხალხი თავის პასუხს გასცემს, იმიტომ რომ ხალხი ბრძენია ნამდვილად ამ აზრის მომხრე ვარ მე. საბოლოო ჯამში ყველაფერი ეს ერთად ასახვას პოვებს არჩევნების რეალურ შედეგს. და ამიტომ გვაქვს ეს მოლოდინებიც. მე მაინტერესებს, როდის იქნება მეტი კონკრეტიკა, როგორც CET შემადგენლობის ნაწილში, ასევე პროგრამულ ნაწილში. აი, 2 დღის წინ მაგალითად თქვენმა ერთ-ერთმა მთავარმა კონკურენტმა ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი ეკონომიკური პროგრამა ასე ვთქვათ, დეტალები წარადგინა. მანამდე ქონდა გირჩს მსგავსი. თავისუფალ დემოკრატებსაც აქვთ ხოლმე დრო და დრო ჯერ არ მოგვისმენია ქართული ოცნების ანალიზი, თუ არ ჩავთვლით ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიცისტურ წერილს, რომელშიც მან მიმოიხილა როგორც გასული წლები, ასევე დასახა საომავლო გეგმები. მოდი თქვათ ასე. ამ წუთას რა ინფორმაციაც მე მაქვს, ჯერ პირველ რიგში იგეგმება და ეს ასეც იქნება პრინციპში მაჟორიტარების წარდგენა ეტაპობრივად, შემდეგ უკვე სიაზე იქნება საუბარი და ამასობაში ამ ყველაფერს დაეწევა პროგრამა და პროგრამული ნაწილი და არანაწილ-ნაწილი საერთო ჯამში მთლიანობაში პროგრამას გავაცნოთ, შესაბამისი დაიბეჭდება შესაბამისი საინფორმაციო ბროშურები თუ ასე შემდეგ და ეს მოხდება უახლოეს მომავალში. გარდა ამისა არ შემიძლია არ გამოეხმაურო თქვენს მიერ ხსენებულ პროგრამას, რომელიც გუშინ თუ გუშინ წინ წარადგინეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, აი იქაც ჩანს, რომ პროგრამის ეკონომიკური საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებული ნაწილი ისეთია, არარეალისტური იმდენად, რომ ეს ადამიანები რეალურად კი არ ცდილობენ ხელისუფლებაში მოსვლასაც ადეკლარირებენ. ძალიან ბევრი რაღაცა, თუნდაც პრაქტიკულად მათ განაცხადეს, რომ გადასახადებისგან ათავისუფლებენ გადამხდელებს. და დარწმუნებული ვარ, აი თუ გნებათ მე მოვიძიოთ ერთად ეს მონაცემი, მათ სტატისტიკის დეპარტამენტსაც შესაბამის ორგანოებსაც არც კი მიუმართავთ რამდენი ორგანიზაცია, რომელიც იხდის არა 100,000, უბრალოდ რამდენი ის ბრუნვა 100,000 ლარამდე და რამდენი 200,000-მდე, როგორ დაარტყამს ეს საქართველოს ბიუჯეტს, რამდენად სწორია ეს გათვლა, რამდენად სწორია დეკრიმინალიზაცია 50-დან პირდაპირ 500,000 ლარამდე. როდესაც ლოგიკა როგორია გამოთავისუფლებული თანხით, რომელსაც ბიზნესი თავისთვის დაიტოვებს, ისინი ელიან სამუშაო ადგილების გაზრდას და ვიდრე ეს კიდევ ამონაგებს მისცემს ბიუჯეტს, მანამდე ამასობაში აპირებენ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას თითქმის მილიარდით. ეს როგორი ხანძლივი პერსპექტივის თემაა, თქვენ ხო ძალიან კარგად გესმით. დიახ, თუმცა ისინი ამბობენ, რომ ვთქვათ, ამას ჭირდება დრო და ეს ოდესმე ვინმე უნდა დაიწყოს, რომ ეს თქვენ ვერ შეწევთ. მაგრამ არა ესეთი ნახტომებიც, რომელიც საქართველოს ბიუჯეტის დანგრევას გამოიწვევს. და რისი თქმა მინდოდა ამით, ეს არარეალური საგადასახადო შეღავათების დაპირება სინამდვილეში მიმართულია იმით, რომ 2-3 იმისკენ, რომ 2-3 კაცით მეტი შეიყვანონ პარლამენტში და არა იმისკენ, როგორც თვითონ ამბობენ, რომ რაღაც პასუხისმგებლობა აიღონ გარკვეულ მოვლენებზე. ეს არის თავის გაყიდვა, რომ ისინი რეალურად არც ფიქრობენ რაიმე გამარჯვების მაგვარზე, გამარჯვებაზე არ მაქვს საუბარი ახლა მას. არ არის ეს არარეალისტური კი არა, უფრო ილუზია, მაგრამ ისინი ფიქრობენ, რომ ამით საზოგადოებაში მოიპოვონ ცოტა მეტი მხარდამჭერა, რომ რამენაერად მეორე ადგილზე გავიდნენ და რამენაერად 2-3 ან 4 კაცით ადამიანით მეტი გაიყვანონ პარლამენტის შემადგენლობაში. თქვენ ახლა დეტალებზე არ გითხარით, მაგრამ მაინც გეგმა გაგვაცანით, როგორ იმოქმედებს არჩევნო კამპანიისას ქართული ოცნება. აქ ჩნდება ტრადიციული შეკითხვა, როგორ იქნება CET შემადგენლობაში ბალანსი ახლებისა და ძველების, თუ შეიძლება ასე ითქვას. მოდი ეს სიურპრიზად დავტოვოთ, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს იქნება განახლებული გუნდი და ძალიან მიხარია, როდესაც ამ გუნდში განსაკუთრებით ახალ სახეებში, ძველებსაც რა თქმა უნდა პრეტენზია არ მაქვს, პირიქით ძალიან ბევრი დამსახურებული ადამიანია იქ, რომელმაც თავი გაწირა პრაქტიკულად 2012 წელს და ჩვენ არა მარტო ჩვენ ამ გუნდის წევრებს, ქართულ საზოგადოებას ამ ადამიანების მიმართ მადლობის მეტი არაფერი არ ეთქმის. თუმცა ძალიან მიხარია ასევე, რომ გუნდში ვხედავ ახალ სახეებს, თავისი დარგის ძალიან კარგ სპეციალისტებს, სამშობლოს პატრიოტებს, ეროვნულ ადამიანებს და ადამიანებს, რომლებსაც გულწრფელად უნდათ თავისი ქვეყნის წარმატება და ამისკენ არიან მომართულები. აი ბატონო, აქ მიჩნდება ეს შეკითხვა, ახალი სახეები ეგრეთ წოდებული, ხომ, როგორც თქვენც, ვთქვათ, გიწოდებენ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ თქვენც ახალი ხართ ოცნებაში, თქვენც თუნდაც როგორ უნდა მოასწროს აუდიტორიამ, რომ გაგიცნოთ. აი მამუკა მდინარაძე. სახელი და გვარი შესაძლოა ამ მომრჩევლის დიდ უმრავლესობას ამ წუთისთვის არაფერს ეუბნება. და ვთქვათ, შეიძლება მეც ეუბნება, ვთქვათ, თამაზ მეჭიაური, რომელიც ზუსტად ვიცით, რომ აღარ იქნება ქართული ოცნების სიაში. აი ამ დანაკლის, ვთქვათ, რომელიც, ვთქვათ, იმ შემთხვევაში თუ მეჭიაურს ყავდა თავისი ამომრჩეველი და ისთან წაიყვანა,
თქვენ შეავსებთ თუ არა. ეხლა ვამბობ ძალიან ფიგურალურად თქვენსა და მეჭიაურს შორის შედარებას არ ვაკეთებ არანაირად, მაგრამ გასაგებია ეს პროცესი რატოც მოხდა და რისთვისაც ხდება, მაგრამ მოასწრებს თუ არა რესურსის შევსებას, გაპოპულარულებას თავის ეგრეთ წოდებული ახალი სახეების ქართული ოცნება, თუ კი ეს უმრავლესობაში იქნება. სხვათა შორის ძალიან დიდი პოზიტივი, ძალიან დიდ პოზიტივს ვხედავ იმაში, რომ არც ერთი ადამიანი, მათ შორის მეც, არ არის გუნდის განახლების საფუძვლად მიყვანილი, ასე დავარქვათ, პარტიაში, რომლებიც აბსოლუტურად უცხონი არიან საზოგადოებისათვის. მაგალითად, ეხა ჩემ თავზე ცოტა უხერხულია, მაგრამ იურიდიულ საზოგადოებაში იცით, რომ ყველა მიცნობდა, თუმცა, მასები ბუნებრივია მამუკამდინარაძეს არ იცნობდნენ ეს. ასევე ყველა იცნობს, თქვათ, რომელიღაც სხვა ახალ წევს, რომლის შესახებ ვინაობაც ამ დღეებში ცნობილი გახდება, თავის სფეროში და ყველა მიცის, რომ ეს ადამიანები თავთავიან სფეროში ძალიან წარმატებულები არიან. თუმცა ძალიან ცოტა დროა მოახერხებთ იმას, რომ გახდეთ წარმატებულები ამორჩეულთა უმრავლესობის თვალში. ოქტომბრამდე გეთანხმებით, თუმცა არც ისე ცოტა, რომ ადამიანებმა ამ ახალმა წევრებმა ჩვენი გუნდისა ვერ მოასწრონ თავისი პროგრამების და თავის გაცნობა მომრჩევლისათვის. ეს მოხდება, ამას მოვასწრებთ და ძალიან კარგად დავანახებთ ჩვენს ამომრჩეველს, ზოგი მაჟორიტარი იქნება, ზოგი სიით შემადგენლობაში, რომ ეს არის წარმატებული გუნდი, განახლებული პროგრესისაკენ მიმართული. აი, ერთ-ერთ ეგრეთ წოდებულ ახალ სახეს კარგად იცნობდა საზოგადოება შედარებით პოლიტიკური წრეების მიღმაც, ვინაიდან ის დეპუტატი იყო დავით კოღუაშვილი, ჩვენ გვახსოვს მისი განცხადებები. მე მაინტერესებს მისი ბედი, რა ხდება ახლა, არის ის ისევ შემადგენლობაში აქტიურად ჩართული ოცნების პოლიტსაბჭოს მუშაობაში, თუ არის უკვე აუტსაიდერი? და თუ დაესწრო პოლიტსაბჭოს პირველი ამ ამბის შემდეგ, პირველი სხდომის მერე ყველა სამუშაო პროცესს აბსოლუტურად მის ბედზე რა მოგახსენოთ, ჩვეულებრივად იღებს მონაწილეობას, ძალიან სამწუხაროა, რომ მისი ნათქვამის კონტექსტი დაჩეხილი, აბსოლუტურად თამამად ვამბობ ამას, შეიძლება ცოტა ოდნავ გადაჭარბება მოუვიდა მართლაც, მაგრამ სხვა რამის თქმა უნდა და სხვა რამე გამოუვიდა, მაგრამ იქ არ იყო სრული ინტერვიუ მასთან ჩაწერილი, სადაც უფრო ადვილად კონტექსტს გაიგებდნენ ადამიანები, ეს სამწუხარო ფაქტია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას გუნდში, ძალიან ნიჭიერი ადამიანია და არ ვიცი, ხა მის ბესთან დაკავშირებით სიაში იქნება მაჟორიტარი იქნება თუ უბრალოდ პოლიტსაბჭოს წევრად დარჩება, ას პოლიტსაბჭო გადაწყვეტს და ჩვენ ერთად გადავწყვეტთ. გასაგებია, მე მაინც მაინტერესებს აი პროცესში რა იქნება თქვენი მთავარი კოზირები. თქვენ ნაციონალური მოძრაობა ამოგიღებთ როგორც წესია, როგორც ხდება ხოლმე ეს ყველა ვიდეო ჩანაწერს, სადაც გაცემული დაპირებები არის ზოგან კომიკურიც. დიახ, ზოგან ესეთი ვერბალურად არასწორად ჩამოყალიბებული, მაგრამ ფაქტია, რომ არჩევნო შეხვედრებისას არის გაცემული და გეტყვიან, რომ თქვენ ვერ შეასრულეთ უფასოფული, განახევრებული გადასახადები, რაღაც ყველა ლიტრი ბენზინიდან რამდენი ლარი ჯიბეში და ასე შემდეგ. ეს ცნობილი დაპირებები, რომელიც კი არ იყო პროგრამაში გაწერილი, მაგრამ შეხვედრებისას ჟღერდებოდა ხოლმე. აი, ამას თქვენ რას დაუპირისპირებთ? თქვენი პირადი აზრი მაინტერესებს. ის რაც ხდებოდა 9 წელს, იმას გაახსენებთ, თუ თქვენ მთლიანად იქნებით ორიენტირებული მომავალზე. როგორი იქნება სტრატეგია? ბუნებრივია, წარსულს აბსოლუტურად ვერ დავივიწყებთ. მე პირადად ყოველთვის იმ აზრზე ვარ, ზოგს ეს აზრი ბოლომდე არც კი მოწონს გუნდის შიგნით. ჩვენ ამაზე ვკამათობთ, არ არის დასამალი, რომ იყო ჩვენი PR სტრატეგია დაუშვათ, ახლა ძალიან სააშკაროც გამომაქვს, მაგრამ ამაში არაფერი არ არის თუ ჩემი აზრით. როდესაც ერთ-ერთ გუნდთან, თქვათ, არგუმენტები უნდა გქონდეს მუდმივად ამ 9 წელზე აპელირება, თუმცა ერთ რამეში ყველას თითქმის ვეთანხმები, რომ მომავალზეა ორიენტირებული ყველა პარტია, იმიტომ რომ მომავალი იციან, რომ ადამიანებს უფრო აინტერესებთ, ეს ამოვიდათ მართლაც ყელში ეს 9 წელზე ლაპარაკი, თუმცა ესეც არ უნდა დავივიწყოთ და როდესაც იმ გუნდის სანდოობაზეა საუბარი, რომელიც მართავდა ამ 9 წელს განმავლობაში ქვეყანას, ანუ ამასთან დაკავშირებით ყველაზე კარგი არგუმენტი ბუნებრივია ეს არის, გარკვეული კონკრეტიკითაც კი თუ საჭირო გახდება. თუმცა ჩვენ უნდა ვთქვათ აუცილებლად ერთი რამე. 2012 წელს, მოდი გულწრფელად ვაღიაროთ ერთი რამე, რომ აბსოლუტურად სხვა მოცემულობა იყო. მე იმას არჩევნებს ნინო ვერ დავარქმევდი ნამდვილად, ის იყო ბრძოლა ომი ჩვეულებრივი, რადაც არ უნდა დაჯდომოდა ქართულ საზოგადოებას, ქართულ ოცნებას, უნდა მოეგო ეს ომი. სხვა გზა არ იყო. თავისუფლება უნდა მოეპოვებინათ ადამიანებს. ამაში ხო ყველა მეთანხმება. გარდა მართლა იმ ერთი პარტიისა. თავისუფლება მოვიპოვეთ და დღეს საბედნიეროდ სხვა მოცემულობაა და დღეს საბედნიეროდ არავინ დავობს იმაზე, რომ მაგალითად ტელეფონები არ გაგვაქვს მეორე ოთახში, როდესაც
ერთმანეთში ერთ-ერთი ეს სადაო საკითხია ბატონო კამპანიის. არა არის ეს სადაო საკითხი. ეს პროპაგანდის ნაწილია და მიჯერეთ. მაინც ზუსტი ნათქვამი ვერ იქნებოდა ალბათ. არა, არავინ დაობს, ვისაც არ აწყობს, ამაზე არ დაობენ. ადამიანები, როდესაც პირად საუბრებში, ჩემთან კი არა, სანამ საერთოდ პოლიტიკაში დავაპირებდი მოსვლას, შარშან წინ დაუშვათ და არ მქონდა პოლიტიკური ინტერესი და პოლიტიკური, თქვათ, სიმპათიები მქონდა მხოლოდ ამ პარტიის მიმართ, მაშინ როდესაც საერთოდ არ იცოდა ვიღაცამ ვისკენ მქონდა სიმპათიები, იმ საუბრებიდან მე დასკვნების გაკეთების საშუალება მაქვს, რომ ადამიანებმა თავისუფლება იგრძნეს და ქართული საზოგადოება ამას არ დათმობს. ეს მოცემულობაა. მაგრამ დღეს სხვა მოცემულობა გვაქვს იმასთან მიმართებაში, რომ ეკონომიკური მდგომარეობა ჯერჯერობით კარგი ნამდვილად ვერ არის, მიუხედავად კრიზისის, გლობალური კრიზისის ფონზე, რეგიონში განვითარებული ძალიან ცუდი ეკონომიკური მოვლენების ფონზე ჩვენ ზრდა გვაქვს, მაგრამ ეს საკმარისი ბუნებრივია ვერ არის იმასთან დაკავშირებით, რომ თითოეულ ოჯახში შეაღწიოს რაღაც პროგრესმა, ხო? ჩვენ უნდა დავაშენოთ, გარკვეულ საფუძვლად დადებითი პოზიტიური გვაქვს, ამაზე უნდა დავაშენოთ ეკონომიკური კეთილდღეობა. შესაბამისად, ბუდიში და დავამთავრებ ერთ წინადადებაში. შესაბამისად, ადამიანებს ნდობა უჩნდებათ ზოგს ზედმეტად, ზოგს ნაკლებად, ზოგი ნიჰილისტურად არის განწყობილი. ამ პარტიის მიმართ, ვინაიდან მათ გარკვეული დაპირებები შეასრულეს, ძალიან ბევრი დაპირება ნაწილობრივ შესრულდა, ბოლომდე ვერ შესრულდებოდა, თუნდაც ამ გარე ფაქტორების გამო, თუმცა მათი დიდი ნაწილი შესრულებულია და თუ რომელიმე დაპირება ვერ შესრულდა, ამას თავისი შეიძლება მართლაც გქონდეს, ამას რო თავი არ ავარიდო, მიზეზები, რაც არამხოლოდ შიდა ფაქტორებზეა დამოკიდებული, გარკვეული პროპაგანდისტული ნაწილი იყოს ომისა, არა და ჩვენ ვიცით დაპირებები, რომელიც შესრულდა, რომელზეც ჯიუტად იმეორებენ, რომ ეს არ შესრულებულა, ასეთებიც არსებობს და ხვალ ჩვენ როგორ ვიქცევით. პასუხისმგებლობას რაზე ვიღებთ? წელს არის სხვა მოცემულობა და ამ დაპირებებს თითოეულს მართლაც ჩაუღრმავდება ქართული ამორჩეული და დარწმუნებულია ასეთ ზედმეტს არ გვაპატიებს და მაშინ გათვლილი არ იყო და ეს ლოგიკური იყო, ბუნებრივი იყო, იმიტომ რომ ამოცანა იყო სხვა და არასწორი დაპირებების გაცემა. ასეთი რამ გამოდის. თქვენ არარეალისტური ვთქვათ, მოდით. ცოტა გადაზედმეტებული დაპირებები კონკრეტული ადამიანის გააზრებულად იყო გადაზედმეტებული. იცით რა შეიძლება გააზრებულად არ იყო, მაგალითად ვერავინ წარმოიდგენდა რომ ძალიან ბევრ საქმეს ვერ გამოიძიებდნენ იმის გახმა ის ჩემს სფეროს მივბრუნდი აქ ეს ერთ-ერთი ისეთი თემაა, რომელსაც შეუსრულებელ დაპირებად მოგაწერენ, ვინაიდან ბევრი ადამიანი დღემდე ელის პროკურატურის პასუხს საკუთარ განცხადებას. ძალიან ბევრ საქმეს აი ამაზე პასუხი არის აბსოლუტურად რეალისტური. ძალიან ბევრ საქმეს ვერავინ წარმოიდგენდა თუ იმის გამო ვერ გახსნიდა ქართული პროკურატურა, რომ 2012 წლამდე დაწყებულ საქმეებში მტკიცებულებები არ იქნებოდა და განადგურებული იქნებოდა ფაქტები, რომლებზეც უნდა დაეყნოს შემდეგ გამოძიების განვითარება და მიმდინარეობა. ამას ვერავინ წარმოიდგენდა, მიუხედავად იმისა, რა ხდებოდა ამ პერიოდის განმავლობაში. თუმცა, წეგან სანამ შემოვიდოდი სტუდიაში საუბრობდით, მაგალითად ციხის ბუნტის საქმეზე ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ელემენტარულად შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ისეთი გილზები ვერ იქნებოდა ამოღებული, რომელზეც შემდეგ გამოძიება გაყვებოდა და რაღაც კონკრეტულ პირებთან თუ შედეგამდე მივიდოდა. ასეთ რამეს, რომ საერთოდ გააქრობდნენ საქმეებიდან მტკიცებულებას ვერავინ წარმოიდგენდა, ასეა სხვა სფეროებშიც. ანუ ცოტა მოლოდინი იყო ოდნავ გადაჭარბებული, თუმცა ქართველმა ხალხმა, ქართულმა ოცნებამ კარგად გაართვა ბევრი დაპირების შესრულებას. აი თქვენ ახსენეთ თემა, რომელზეც შესაძლოა ჩვენი აუდიტორიის ნაწილი არ დაგეთანხმოთ, რომ უსაფრთხოა, თქვათ, ტელეფონზე საუბარი და მოქალაქეებს აღარ ეშინიათ საერთოდ ტელეფონზე საუბრის. არა და ეს ასეა რეალურად. მართლა ასეა. აი რამდენად წამოგეწევათ როგორც ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა საარჩევნო კამპანიისას და რამდენად გახდება თქვენი პრობლემა უკანონო ფარული ჩანაწერების გავრცელების თემა, უკანონო მოსმენების და ასე შემდეგ, თუ კი ეს საქმეები არ დაგვირგვინდება დიდი წერტილით პროკურატურის მხრიდან. გეთანხმებით ხოთაშურის ამაში, ერთი რამ უდავოა, რომ ეს ჩანაწერები, რომელიც გავრცელდა, შექმნილია 2012 წლის ოქტომბრამდე. ეს ხომ არ არის სადავნინო, ამაზე არავინ არ დაუს. არის საუბრები, რომ რაღაც ეს ჩანაწერები რაც გავრცელდა, სავარაუდოდ ჩვენ არ ვიცით მათი ავთენტურობაც როდის არის და რანაირად, მაგრამ მას შემდეგ იყო ჩივილები, რომ რამდენიმე შემთხვევაში მოქალაქეებზე მოხდა ახალი ჩანაწერების გაკეთება. მაგალითად, ჟურნალისტი ეკამიშოლაძეა ასეთი განცხადების ერთ-ერთი ავტორი. ასეთი მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს და დარწმუნებული ვარ, ვერც არსებობს. მე რომ ამაში დარწმუნებული არ ვიყო, ამას არ ვიტყოდი, ხა პირდაპირ ეთერში, ხო?
ახალი ჩანაწერი 2012 წლის შემდეგ ვერ გავრცელდება დარწმუნებული ვარ გამომდინარე იქიდან რომ ასეთი ჩანაწერი განსაკუთრებით სახელმწიფოს მხრიდან და სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან როგორც ეს სისტემურად ხდებოდა მანამდე არ არსებობს. ხა პირადად თუ ვიღაცას გადაუღო ესეც ძალიან მარტივად გამოაშკარავდება მაგრამ ამიტომ ჩვენ ეს საქმე თქვათ თუ ვეძახით გაუხსნით მაგალითად კონკრეტული ერთ-ერთი საქმე ერთ-ერთი პოლიტიკოსის მიმართ რა თქმა უნდა ზოგადი ინფორმაცია მაგ და კიდეც კონკრეტული კონსალტანტი უნევრია გავრცელდა ამასთან დაკავშირებით ადამიანები არიან დაკავებულები არაერთი პირი მაშინდელი მაღალჩინოსნები და მათ უნევრია თუ იქნება საკმარისი მტკიცებულებები და დარწმუნებული ვარ იქნება სასამართლო მიუძღვნის თუმცა ვის დაჭირდა დღეს ამის გავრცელება ეს შეკითხვა უპასუხოა კი ბატონო ეს არის პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი როგორც ოპოზიციონერთა მიმართ ასევე ჟურნალისტთა მიმართაც თუ ეს არის რაღაცა ვიღაც კერძო პირების ინტერესი ობიექტები ხომ არ ყოფილა თქვათ იგივე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ამ მუქარისა და ამ ჩანაწერების სხვა პარტიის წარმომადგენლები იყვნენ ისევ ჩვენ დაგვარტყა ცუდად ამან ასე ვთქვათ ხო ხომასია ისედაც ჩვენ ქართულ ოცნების მიმართ იყო იმიტომ რომ თქვენ დროს ვრცელდება რა უნდა ელაპარაკოთ ასე არ მოხდარიყო თუმცა გავრცელების საქმის გახსნა ერთ თვეში და ორ თვეში არც ერთ ქვეყანაში არ ხდება თუ რაღაცა ინფორმაცია მათ შიგნითვე გამავრცელებლებიდან არ გამოჩნდება ეს დაგარტყავთ მე მაინც ეს მაინტერესებს ეს იქნება ერთ-ერთი ხარვესთაგანი რაც თქვენ მოგიწევთ რომ თქვათ რომ აი ჩვენ ეს სამწუხაროდ ვერ გავაკეთეთ ამ მიზეზების გამო უფრო არა ვიდრე კი იმიტომ რომ ვერავინ დაგვაბრალებს ამის ჩაწერას ამის გადაღებას ასეთი სისტემის შექმნას მაგრამ თუ ადამიანები არგუმენტირებულად ილაპარაკებენ რომ ეს თქვენ დროს გავრცელდა და შემდეგ არ გაიხსნა ამაზე არის პასუხი რომ ეს საქმე აუცილებლად გაიხსნება გამოძიება მიმდინარეობს და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია გარკვეული ძვრები პოზიტიური აქ არის თუმცა ეს არ არის საქმე რომელზეც შეიძლება ოპერატიულად გაიხსნას ასეთი საქმე და იცოდე რომ ამ ადამიანმა გავრცელა თუმცა ამაზე მტკიცებულების მოპოვებას არ ჭირდება 1 და 2 კვირა უბრალოდ ვერ ეყოფა 1 და 2 კვირა ეს არის ძალიან ხანგრძლივი პროცესი საერთაშორისო სამართლებრივი კრიმინოლოგიური პრაქტიკაც ამას აჩვენებს და ეს საქმე აუცილებლად გაიხსნება. ამიტომ ეს საკითხი მაინც და მაინც არგუმენტად ჩვენ საწინააღმდეგოდ ვერ გამოდის. აი რა გიქმნით მეც საფრთხეს მაშინ მოით ასე დავსვათ საკითხი წინასე არჩევნოთ. თვითონ არგუმენტების თვალსაზრისით რა არის ის თემა რომელზეც თქვა თქვენ გირჩევნიათ რომ არის საუბრობთ. იცით რა ასეთი თემა პირადად მე რომ საუბარს ვარიდებდე თავს თითქმის არ არსებობს. ან რაც იცით რომ ისაუბრებთ, მაგრამ რაც იცით რომ მოგიტანთ, ეხლა თქვენი იურისტი ბრძანდებით და მე მივდივარ სასამართლოსკენ, პროკურატურის ესე იგი მუშაობისკენ და მივდივარ ბუნებრივია რაღაც იმ თემისკენ, რასაც გაერთიანებულად ჯამში ქვია ლევან მურუსიძე. მე მაინტერესებს ეს იქნება თუ არა თქვენთვის პრობლემური თემა, თქვენ გეტყვიან თუ არა თქვენი ოპონენტები და საზოგადოებაც ამაში დაეთანხმება თუ არა რომ თქვენ გადმოიბარეთ სისტემა, რომელიც არ დასჯალეთ, არამედ გააძლიერეთ იგივე პირებით. არა მხოლოდ ეს საკითხი, ნინო, იქნება ძალიან ბევრი, ну შეიძლება ძალიან ბევრი არა, მაგრამ ბევრი საკითხი, რომელზეც სხვა გამოსავალი არ იყო, ვიდრე ცუცა და უარეს შორის გასაკეთებელი არჩევანი. არსებობს ესეთი საკითხები და მე ასეთ საკითხებს და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტიის წევრებიც უყურებენ უფრო გლობალურად, ვიდრე კონკრეტულად ერთ-ერთი საკითხი, კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში შეიძლება საყიდურის კი მივიღოთ და დავარქვათ ამას რაღაც ეტაპზე გადაულახავი პრობლემა, მაგრამ გლობალურ კონტექსტთან მიმართებაში მე ვფიქრობ, რომ დღეს ასე ჯობია და სასამართლო მაგალითად იყოს დამოუკიდებელი და თვითგამორკვევის საშუალება მიეცეს მას და ხვალ პერსონების დონეზე არ დავიდე და ხვალ პერსონები სხვები იქნებიან და სასამართლოს საქმიანობაში ჩაურევლობა იქნება აპრიორი გარანტირებული უფლება ქართული საზოგადოებისა. შესაბამისად, აი რას დევთ სასწორის ორპინაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობას და მეორე მხრივ ხომ არ უნდა მოქცეულიყავით, შეიძლება ესეც ყოფილიყო არგუმენტი და ბევრი მაგვითხრას რომ ჯობდა ქირურგიული ჩარევა ამ ქმედებებში და საზოგადოების გულის მოგება. მაგრამ ეს რას მოგვიტანდა წინა ხელისუფლების მაგვარი იმის სასამართლოსთან დამოუკიდებულებასთან მიმართებაში, ხომ ასეა? შესაბამისად, აქ შეიძლება გაკეთოთ ცუდი შედარება შეიძლება, მაგრამ ცუდსა და უარეს შორის არჩევანი და საბოლოო ჯამში მიზანი კარგი და უკეთესი გამოსავალი არ იყო. აი, კარგი და უკეთესი ცუდი და უარესი რომ არ ვთქვათ, უკეთესი არ იყო, არაფერი. იდეალური გამოსავალი აქ ნამდვილად არ იყო. ჩვენ ყოველ შემთხვევაში მე ახალი ვარ ამ თემებთან მიმართებაში, მაგრამ რა თქმა უნდა ვიზიარე პასუხისმგებლობას. საუბარია იმაზე, რომ ჩარეულიყო თუ არა ხელისუფლება ქირურგიულად, სრულიად სხვადასხვა მნიშვნელობით ამ საკითხებში, ან მიეცა სასამართლოსათვის თვითგამორკვევის საშუალება. მეტი არჩევანი აქ ფიზიკურად არ არსებობდა და მე ვფიქრობ, რომ ეს
შედარებით უკეთესი გამოსავალი რომ მიეცა ამის საშუალება სასამართლოს საბოლოო ჯამში გრძელვადიან პერსპექტივაში მოიტანს იმ პოზიტივს, რასაც სასამართლოს აბსოლუტური დამოუკიდებლობა ქვია. მე მინდა ერთ თემასაც შევეხოთ, ჩვენ ფინალში ვართ უკვე, მაგრამ ეს ორი თემა არის ძალიან ტესტის თემა ქართული ოცნებისთვის. ერთი არის კორცხელი, მეორე არის რუსთავი 2. ერთი, მოდით დავიწყოთ რუსთავი, თქვენ მე ნანახი მყავხართ მათ ეთერშიც და მე მესმის რომ მათთან საუბარი არის ადვილი, ვინაიდან ოპოზიციური ბანაკია, გასაგებია თქვენთვის. თუმცა მე მაინტერესებს თქვენ აუცილებლად მიგაჩნიათ თუ არა ამ ტიპის ტელევიზიის არსებობა და საინფორმაციო საშუალების ქვეყანაში. ან მოდით ასე დავსვათ საკითხი. თქვენ დასაშვებად მიიჩნევთ თუ არა, რომ ოპოზიციური ფლანგის მხარეს შესაძლოა იყოს თუნდაც პროპაგანდისტული ტელევიზია და ხელისუფლება მას არ ეხებოდეს. უფრო მეტიც, ნინო, უფრო მეტიც გაგიკვირდებათ და თუ არ გაქვს მოსმენილი მე მოგიყვებით, რომ ერთ-ერთ ეთერში მადლობაც კი გადავუხადე რუსთავერს იმისათვის, რასაც აკეთებს და მათი გაკვირვებული სახეები მახსოვს უბრალოდ ჟურნალისტის. მაგრამ გულწრფელი ვარ ამასთან დაკავშირებითაც კი, იმიტომ რომ არა ეს ტელევიზია, უბრალოდ ეს ტელევიზია ფიქრობ, რომ ქართულ ოცნებათა ხელისუფლებას მოდუნების საშუალებას არ აძლევს და ის, რომ არსებობს რუსთავი 2 და ხელისუფლება მაინც მყარად დგას და თავის საქმეს აკეთებს და ამას მეტი დინამიკა ექნება, ხვალ დარწმუნებული ვარ, ეს არის ხელისუფლების სიძლიერე, იმიტომ რომ ჩვენ მათ პროფესიონალებში ხო ეჭვი ნამდვილად არ გვეპარება, ძალიან კარგი ჟურნალისტები არიან, რამდენად სწორად აშუქებენ და ობიექტურად მოვლენებს ამაზე არ ვსაუბრობ და ის მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს გაზარალდებით მათი აქტივობის შედეგად, როგორ ფიქრობთ? რუსთავის გენერალური დირექტორი გეუბნებათ, რომ თქვენ წააგებთ არჩევნებს, ასეთი განცხადებები ჩვენ მოგვისმენთ. შესაძლებელია 2 თუ 3%-ით ნაკლები მივიღოთ რუსთავი 2-ის არსებობის პირობებში, მაგრამ დემოკრატიისთვის უფრო მეტი მსხვერპლის გაღებაც კი ღირს. ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული. და ფინალში კორცხელი რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ პრევენცია მოხდეს მსგავსი ფაქტების აღკვეთისთვის და თქვენ შეგეძლებათ თუ არა წინასაარჩევნოდ თქვათ, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და ესეთი რამე არ მოხდება. არა თუ არ უნდა მოხდეს, არამედ არ მოხდება უბრალოდ. კი ბატონო. შეგვიძლია სხვათაშორის ამის თქმა და რატო ხარ გარკვეული ინტერაქტივი გამოვიდა, მაგრამ მე მინდა გითხრათ ამასთან დაკავშირებით, რომ როდესაც კორცხელი მოხდა, ეს ჩვენთვისაც მოულოდნელობა იყო, იმიტომ რომ რეალური ამბავი იყო ის, რომ ამ ბიჭებმა განაცხადეს პარტიის ზოგმა წევრმა და ზოგმა მომხრემ, რომ ჩვენ ექვ იქნებით რაღაც ამბები მოგდის, მოდი გავშალოთ ეს თემა და ბოლომდე მოგიყვებით რა ხდებოდა, ამბები მოგდის, რომ თითქოს რაღაც პროვოკაცია შეიძლება დაიგეგმოს, ეს არ იყო დაზუსტებული ინფორმაცია, ჩვენ ვიქნებით, სხვაგან არც ყოფილ ვარ და ვერ გაუბედია ვერავის ვერაფერი, ჩვენ ვიქნებით იქ. დაახლოებით აიმდან მართლაც ისინი წავიდნენ და თვითონ წამოიგნენ პროვოკაციას. ყველაზე დიდი დარტყმა ამით მიიღო ქართულმა საზოგადოებამ ზოგადად და ჩვენმა პარტიამ. იმიტომ რომ არ ყოფილიყო კორცხელი, როდესაც იქნებოდა შეფასებებზე საუბარი წინასაარჩევნო პერიოდში, სხვა არგუმენტს ასეთ მყარს ვერ მოიყვანდნენ. აი, ყველა სიტყვაში ხარ უყურებთ ხო, ადევნებთ თვალყურს რა თქმა უნდა, კორცხელი გაიძახიან მეტი სალაპარაკო ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. შესაბამისად, რომ არ ყოფილიყო ეს არჩევნები და ეს ძალადობა, რომელიც აუცილებლად დასაჯდება და დაიჯება და ერთ-ერთი მძიმე მუხლით დაკვალიფიცირდა მათი ქმედება საქართველოს ბოლო დროის სამართლის ისტორიაში. სალაპარაკოც არაფერი ექნებოდა. თუმცა ამას მოყვა ჩვენ ვნახეთ ყისიერი რეაგირება ჩვენი გუნდის მხრიდან და ჩვენი პოლიტიკური ლიდერის მხრიდან. 3 საკანონმდებლო ცვლილება ყველა დაკავშირებული წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან. ამას უნებრივ თუნდაც მოგიყვებით თუ დრო არის თუ არა და იცით ალბათ. ჩვენ შეზღუდული ვართ ცოტა დროში, გვაქვს 3 წუთი მაქსიმუმ. აღარ დავკონკრეტებ, იმიტომ რომ საკანონმდებლო ინიციატივები იყო იქ საარჩევნო ძალადობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი ამას ჩვენი აუდიტორია ადევნებს თვალს, შესახებ რეგულარულად ვაშუქებთ პოლიციის განთავსების საშუალება, რომელიც თუმცა აი აქ ხდება ჩვენი აუდიტორია იმის შესახებაც არის ინფორმირებული, რომ არის შედარებითი თემები, სულ კორცხელი versus ლორდ კიფანიძის პიჯაკი. რომ ორმაგი სტანდარტია აქ პროკურატურის მე მასთან ჩემი პირადი დამოკიდებულება მაქვს, სულ არ მიმაჩნია რომ კორცხელში რაღაც ჯერ საჯელზე არ არის საუბარი, არ გასამართლებულა და ეს ერევა ხოლმე ძალიან ბევრ პოლიტიკოს ან უნდა რომ აერიოს. აქ არის აღკვეთის ღონისძიებაზე საუბარი და შეეფარდათ გირაო, რატომ არ დაისაჯემ კაცად? არ არის სასჯელი აღკვეთის ღონისძიება, არის უბრალოდ შემაკავებელი ღონისძიება სასჯელამდე. სასჯელი რამე ეჯებათ, არავინ არ იცის და რაც შეეხება ლორდ კიფანიძეს, მე გულწრფელად მიმაჩნია რომ ეს იყო ზედმეტი სასჯელი ამ ბიჭების მიმართ და მათ შორის აღკვეთის ღონისძიებაც არ იყო რელევანტური. თუმცა ეს სასამართლოს საქმეა, მაგრამ თუ ჩემი პირადი აზრი გაინტერესებთ, იმ შემთხვევაში იყო ცოტა სიმკაცრე, ვიდრე ამ შემთხვევაში პირიქით.
ხვდებით? ანუ ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ეს არ იყო თანაბარი მიდგომა. იცით რა, თანაბარი მიდგომა ამ შემთხვევაში უფრო ობიექტური იყო მიდგომა კურთხევის შემთხვევაში, იმიტომ რომ გირაოში არიან და ხულიგნობა აქვს წარდგენილი. იქ იყო გადაჭარბებული? იქ იყო ცოტა გადაჭარბებული ჩემი აზრით, დიახ. მოკლედ ჩვენ გადაცემის ფინალში ვართ უკვე რეიტინგებით დავიწყეთ და მაინც მინდა რეიტინგებით დავასრულოთ 35%-იანი რეიტინგი ბუნებრივად ჩვენ თქვით რომ არ არის ის შედეგი რომელიც თქვენ უმრავლესობა შეგიქმნით რომელიც მთავრობას დაგაკომპლექტებინებთ სადამდე გაქვთ მაქსიმუმი გათვალისწინებული ასვლა აი რამდენი უნდა აგიწიოთ პროცენტული მაჩვენებელი წინასაარჩევნო კამპანიამ რაც გააკეთებთ ასეთს მე გარწმუნებთ რომ საზოგადოების მოდი ასე ვთქვათ ჩვენი ნაკლის გამოსწორება ერთ-ერთი და ეს უკვე ამისი ნიშნები შეინიშნება რომ პიარის ნაწილში, ინფორმაციულ ნაწილში უფრო ხალხამდე ამისატანი რაღაც ინფორმაციები ამ ნაწილში პოზიტიური წრები უკვე არის და უკაცრავად კიდევ ერთხელ ჟარგონის და გახურდება ეს თემა ძალიან დარწმუნებული ვარ. პიარიც თავის კალაპოტში ჩადგება, საზოგადოებაც და ხალხის ბრძენია და ჩვენ მივიღებთ 8 ოქტომბრისათვის გაცილებით მაღალ რეიტინგს, ამაში დარწმუნებული ვარ და ამასთან მაჟორიტარული ოლქების ძალიან დიდი ნაწილის აბსოლუტურ უმრავლესობაში არ ვლაპარაკობ, ახლა ნამდვილად არ ვცხოვრობ თქვათ ჩრდილოეთ კორეაში, მაგრამ მაჟორიტარული ოლქების ძალიან დიდ ნაწილს მოვიგებთ და ეს იქნება დემოკრატიული არჩევნების ფონზე და საფუძველზე და ჩვენ იმ შედეგზე ვართ ორიენტირებული, რაც რამდენიმე დღის წინ პრემიერმა კვირიკაშვილმა განაცხადა. ანუ 100 კაცი პარლამენტში. დაახლოებით. გასაგებია. ჩვენ დავამშვიდობებით მამუკა მდინარაძეს ქართული ოცნების ეგრეთ წოდებულ ახალ სახეს პოლიცაბჭოს წევრს წარმატებები თქვენ ჩვენს აუდიტორიას კი ვეთქვით რომ ამავე გადაცემის განმეორებითი მოსმენა მათ შეუძლიათ 19 საათსა და 10 წუთზე ასევე შეუძლიათ მისი ვიდეო ვერსია ნახონ რადიო ქალაქის Facebook გვერდზე ცოტა მოგვიანებით ხვალ 4 საათზე ამ სტუდიაში გელით სოფო კვინტრაძე გმადლობთ. ნახო ჟიჟილაშვილის სტუდია დღის 4-ზე